არსებობს ერთი კაცი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში დუმდა. მარჯანიშვილის თეატრის ყოფილი სცენის მუშა, რომელმაც სათავსოში მტვრიანი დეკორაციების უკან ნახა ის, რაც არასოდეს უნდა ენახა. ნახა, თუ როგორ ტიროდა მედია ჯაფარიძე ოთახის კუთხეში მარტო მჯდარი ხელებში სახე ჩამარხული, მას შემდეგ, რაც კოტე მარჯანიშვილმა მარიონეტის მთავარი როლი ვერიკოს მისცა. ეს კაცი ამ ამბავს ვერავის უყვებოდა, ჯერ იმიტომ რომ ეშინოდა, მერე იმიტომ რომ ვერ სჯეროდა, ახლა კი იმიტომ რომ ეკითხება, ვინ დაიჯერებს. ვინ დაიჯერებს, რომ გრუზინული თეატრის ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ქალმა 3 სხვადასხვა 10 წლეულში 3 სხვადასხვაჯერ დახია საკუთარი ბედის ფურცელი და ყოველჯერზე ამ ნაგლეჯზე ვერიკო ანჯაფარიძის სახელი ეწერა. დღეს პირველად ვიტყვით ხმამაღლა იმას, რასაც ქართული თეატრის კულისებში ჩურჩულით ამბობდნენ 10 წლეულების განმავლობაში, მედია ჯაფარიძის ამბავი, რომელიც ამდენი ხანი ოფიციალური ბიოგრაფიის ლამაზ სიტყვებს მიღმა იმალებოდა. თბილისის ოქროს 10 წლეულები, ასე უწოდებდნენ 30-იანი წლების ქართულ თეატრს ის ადამიანები, ვინც მას ახლოდან იცნობდა. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი მაშინ იყო ის ადგილი, სადაც ქართველი ქალის ტალანტი ყველაზე კაშკაშად ანათებდა, სადაც ყოველ პრემიერას ქალაქი ისე ელოდა, როგორც დღეს ფინალურ მატჩს. და სწორედ ამ ბრწყინვალების ეპოქაში 30-იანი წლების ბოლოს თეატრში გაჩნდა ახალგაზრდა მედია ჯაფარიძე, ახალგაზრდა, ლამაზი, ცეცხლივი ცხოველი თვალებით, ისეთი ყოფაქცევით სცენაზე, რომ ვინც ერთხელ მაინც ენახა, ვეღარ ივიწყებდა. თეატრის ყველა ძველი მოყვარული, ვინც იმ დროის სპექტაკლებს ახსოვს, ერთ რამეს ამბობს, მედია სცენაზე სუნთქვას ართმევდა დარბაზს. ის არ თამაშობდა, ის ცხოვრობდა. მაგრამ გრუზინული თეატრის ამ ოქროს ხანაში უკვე არსებობდა ერთი სახელი, რომლის ჩრდილი ყველაფერს ფარავდა, ვერიკო ანჯაფარიძე. ვერიკო არ იყო უბრალოდ მსახიობი. ვერიკო იყო ლეგენდა, ინსტიტუცია, გრუზინული კულტურის ხატი. მისი სახელი სცენაზე ჩამოსმისთანავე მთელი დარბაზი ადგებოდა. კოტე მარჯანიშვილი, ის გიჟი, ბრწყინვალე, შეუვალი რეჟისორი, ვისაც თბილისი სულს ადებდა, ვერიკოს სიყვარულში, ვიტყოდი, შეყვარებული იყო. არა რომანტიკულად, მაგრამ ესთეტიკურად, ვერიკო მისი ოცნებების მსახიობი იყო, მისი ხედვის განხორციელება. და ეს ყველამ იცოდა. ყველამ, მედიას ჩათვლით. ახლა წარმოიდგინეთ ახალგაზრდა მედია, 30-იანი წლების ბოლო დაახლოებით 1929 წელი და მას მოსდის სიახლე, რომ მარიონეტის მთავარი როლი, ის როლი, რომელზეც ის ისე ოცნებობდა, ისე ემზადებოდა, ახლა სხვას გადაეცემა. არა იმიტომ, რომ ის ცუდი მსახიობია. არა იმიტომ, რომ მარჯანიშვილს ის არ მოსწონდა. ოფიციალური ახსნა იყო სასაცილოდ მოკლე, ჯერ არ არის მზად დიდი როლებისთვის. ახალგაზრდა ნიჭიერი, ერთ-ერთი საუკეთესო და ჯერ არ არის მზად. ეს ახსნა მაშინ ხალხმა მიიღო. ოფიციალური ვერსია, ოფიციალური გადაწყვეტილება. მაგრამ ის, რაც ამ ოფიციალური ვერსიის მიღმა ხდებოდა, ის ოთახი, ის წრემლები, ის ხელები სახეზე, ვინმე ნახა. და 10 წლეულების შემდეგ ამ ამბავს ვიღაც ყვება. რა მოხდა ნამდვილად? მარჯანიშვილმა პირადად სთხოვა მედიას, თმობა გამოეჩინა. ანუ გთხოვნება მიეც ვერიკოს. ასე ინაწილებდა ის ტალანტებს, ასე მართავდა თავის თეატრალურ სამყაროს, ვიღაცას ბოძებდა ყველაფერს, ვიღაცაგან ითხოვდა მსხვერპლს. და ახალგაზრდა მედიამ ჯერ კიდევ ახალი ამ სამყაროში, ახლად შემოსული, ჯერ კიდევ მორცხვი ამ ოქროს კარებთან, თქვა კი, და ამ კის ფასი ის ვერ წარმოედგინა. ეს კი ერთი სიტყვა კი იყო, მაგრამ ამ ერთმა სიტყვამ მთელი კარიერის ტრაიექტორია შეცვალა. კი ვერიკოს გასაოცარ ტრიუმფად იქცა, მარიონეტი ვერიკოს ლეგენდად მარჯანიშვილის ბრწყინვალე შედევრად შევიდა ქართული თეატრის ისტორიაში. ხოლო მედია იმ საღამოს ამ სპექტაკლზე სკამზეჯდა, დარბაზში და უყურებდა. მაგრამ ეს 30-იანი წლები იყო და ჯერ ყველაფერი ჯერ კიდევ სამომავლო ჩვენება ჩანდა, ერთი ბიჭი, ერთი ახალი სეზონი, ერთი ახალი შანსი. ეს ერთი მსხვერპლი, ფიქრობდა მედია, ახლა ნებას მომცემს, მომავალი ჩემი იქნება. ვერ იცოდა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო გრძელ გზაზე, რომელიც ყოველჯერზე ვერიკოსკენ მიდიოდა, მედიასკენ კი არასდროს. მაგრამ ვინ ჰქონდა ეს ყველაფერი ასე გამიზნული? მარჯანიშვილი? ვერიკო? თუ ვიღაც სხვა, ვინც ამ ორ ქალს შორის ასე ოსტატურად ქსოვდა ინტრიგის ქსელს? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ 10 წლეულების ნისლს მიღმა იმალება. არსებობს ადამიანი, ვინც ამ ამბის ყველაზე მძიმე ნაწილს ჩვენამდე პირველად ამოიტანს. ამ ადამიანის სახელს ახლა არ ვიტყვი, მაგრამ ეს ის ადამიანია, ვინც 10 წლის განმავლობაში ამ ამბს ინახავდა საკუთარ გულში, ვინც ქართული თეატრის კულისებში 10 წლეულები გაატარა, ვინც ნახა, გაიგო, გრძნობდა და ვისაც სჯეროდა, რომ ეს საიდუმლო მასთან ერთად წავა.
მაგრამ ერთ დღეს ბოლო წლებში ამ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ეს ამბავი ისტორიას ეკუთვნოდა და ის ისტორია, რომელიც ქართულ ხალხს უნდა სცოდნოდა. პირველად 10 წლეულების შემდეგ ვიღაც ლაპარაკობს. ეს ადამიანი ამბობს, მედია ჯაფარიძე და ვერიკო ანჯაფარიძე ერთი მეორის მტრები არ იყვნენ. ეს ის ამბავი კი არ არის. ეს ბევრად უფრო რთული ამბავია. ქართული თეატრის ის ეპოქა 30-50-იანი წლები ახლა ასე ლამაზად გვეჩვენება ფოტოებში, შავ-თეთრი სურათები, ლამაზი სახეები, ელეგანტური კოსტიუმები, ბრწყინვალე სპექტაკლები. მაგრამ ამ სურათების მიღმა იყო სამყარო, სადაც ყოველი გადაწყვეტილება პოლიტიკა იყო, სადაც ყოველი როლი სადღეგრძელო ჯიბრობა, სადაც ყოველი კი შეიძლება 10 წელი წინ გადაგეტყუებინა ან უკან. 30-იანი წლების ქართულ სოციალურ სინამდვილეში და ამ სიტყვებს ახლავ ხაზავ, ქალი მსახიობის სტატუსი ყველაფერს ნიშნავდა. ეს არ იყო მხოლოდ პროფესია. ქალი მსახიობი თბილისში იმ ეპოქაში ნიშნავდა, ვის ესაუბრება, ვინ ეპატიჟება, ვინ პატივს სცემს, ვინ ეშინია. ვერიკოს სახელი ნიშნავდა ყველა. ვერიკოს გაემიჯნება ნიშნავდა ვერავინ. და ამ სინამდვილეში ახალგაზრდა მედია ცხოვრობდა. ის ოჯახი, საზოგადოება, თეატრი, ყველაფერი ეუბნებოდა, ვერიკო ასე არ არის. ვერიკო ასეა, ლეგენდა, განუხელი, შეუხებელი. მედია კი ნიჭიერია, მაგრამ ეს მაგრამ ყველაზე სასტიკი სიტყვა იყო ქართული თეატრის კულისებში. ნიჭიერია, მაგრამ ნიშნავდა, ჩვენ გიყვართ, მაგრამ ვერიკო ჩვენ გვიყვარს უფრო. ნიჭიერია, მაგრამ ნიშნავდა, ოთახში კარი გახსნილია, მაგრამ სკამი ხვის ადგილია. და ამ სოციალურ კონტრასტში ახალგაზრდა ტალანტი, რომელიც სხვა ქვეყანაში, სხვა ეპოქაში შესაძლოა პირველი ყოფილიყო, ქართულ სინამდვილეში მეორე გახდა. არა ნიჭით, არა გულმოდგინებით, გარემოებებით. ამ ადამიანის, ვინც ახლა ლაპარაკობს სიტყვებით, ვერიკო არ ართმევდა. სისტემა ართმევდა. ვერიკო უბრალოდ ყოველ ჯერზე ახლოს იყო. მაგრამ ეს ადამიანი ამასაც ამბობს, 80-იანი წლებში ქართული თეატრის ვეტერანებთან საუბარში ერთი სახელი იმეორებოდა ყოველ ჯერზე, როდესაც კითხულობდნენ, ვინ შეძლო, ვინ ვერ შეძლო. ეს სახელი, ის სახელი, ვინც შეძლო, ყოველ ჯერზე ვერიკო გამოდიოდა. ხოლო ვინ იყო, ვინ ვერ შეძლო, ამ სახელს ხმამაღლა ვერ ამბობდნენ. ჩურჩულით, მინიშნებით, ახარვეზებული ღიმილით, მედია და მეტი არაფერი. ესო მედია, მთელი ტრაგედია იყო ერთ ძახილში. მაგრამ ვის ვაკიანდომებდა ამ ადამიანს, ვინც ახლა საუბრობს? რა ხდებოდა ამ ყველაფრის მიღმა, სცენის მიღმა, ოჯახის ოთახებში, სადაც მედია ჯაფარიძე ბრუნდებოდა ყოველ საღამოს, სპექტაკლიდან, სცენიდან, ბრავოდან და რას ხდებოდა? 30-იანი წლების ბოლოსა და 50-იანი წლების დასაწყის შორის ქართული თეატრის ამ ოქროს ვერცხლის გარდამავალ ეტაპზე მედია ჯაფარიძის ცხოვრებაში გაჩნდა ის ადამიანი, ვინც ყველაფერს ანათებდა სხვა სინათლით, რეზო თაბუკაშვილი. ეს კაცი სათეატრო სამყაროს ადამიანი, ის ადამიანი, ვისთანაც მედია ურჩევნია ელაპარაკოს ყველაფერზე, სცენაზე, ცხოვრებაზე, მომავალზე, გახდა მისი ცოლ-ქმრობა, მისი ოჯახი, მისი სახლი. მედია ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი, ეს ორი სახელი ერთად ნიშნავდა, ის ნაყოფიერი კავშირი, სადაც ორი ნიჭიერი ადამიანი ერთმანეთს ავსებდა, ერთმანეთს ეხმარებოდა, ერთმანეთის ძალა იყო. ოფიციალური ისტორია ამბობს, ოჯახი დაიშალა ხასიათთა შეუთავსებლობის გამო. ეს ერთ-ერთი იმ ლამაზი ფრაზებია, რომლებიც ძალიან ბევრ ტკივილს ფარავს. ხასიათთა შეუთავსებლობა, ეს ორი სიტყვა, ეს 4 შესიგი, ფარავდა 10 წლეულის ისტორიას, ფარავდა სალამურის ამბავს. ხოლო სალამური კი, ეს იყო ის სპექტაკლი, ის კიდევ ერთი ყოფნა არ ყოფნის მომენტი, სადაც კვლავ ვერიკო გამოჩნდა. კვლავ ვერიკო და კვლავ მედია უკანა ათვლაში. ქართული თეატრის ის ვეტერანები, ვინც ამ ეპოქაში იყო, გვიყვებიან, სალამურის მთავარი ქალის როლი განიხილებოდა მედიასთვის. ეს ის ამბავია, რომელსაც ოფიციალური ჩანაწერები სრულად არ ასახავს, მაგრამ კულისებში ყველა მიცოდა. მედია იმ დროისთვის უკვე დამდგარი მსახიობი იყო, გამოცდილი, ბრწყინვალე ეპიზოდებით, მაგრამ ჯერ კიდევ ის, მაგრამ ის ჩრდილში. სალამური შეიძლებოდა ყოფილიყო გარდამტეხი, ის სპექტაკლი, ის ახსნა, ის აჰა, მედია ასეთით შეუძლია. მაგრამ კიდევ ერთხელ, ვერიკო. კიდევ ერთხელ სცენა ვერიკოს, ბრავო ვერიკოს, ლეგენდა ვერიკოს. და ამ ჯერზე ეს გადაწყვეტილება, ეს კვლავ ვერ მოხდა სახლში. კონკრეტულად, რეზო თაბუკაშვილის ოჯახის სუფრაზე, ოთახში, სადაც ცოლ-ქმარი ისხდა. წყაროების მიხედვით ის შედარებები, ის ვერიკო ასე გააკეთებდა, ის განუწყვეტელი ვერიკოსთან შედარება, ის თეატრის გარეთ, ოჯახის შიგნით, ამ ორ ადამიანს შორის ჰაერი შეწამლა.
ადამიანი, ვინც მედიასთვის ოჯახის სახლი, ჩემი უნდა ყოფილიყო. ამ ადამიანმა ამ ვერიკოს ჩვეულება ვერ ახერხებდა, ან სხვა ვერსიით, ეს ჩვეულება გახდა ის კედელი, ის გულისგამყოფი ხაზი, რომელიც ბოლოს ყველაფერს გაანახევრა. კულისებში ჩურჩულით ამბობდნენ, რეზო სხვა მსახიობ ქალს გაჰყვა, ან ასეთი ვერსიაც არსებობდა. ეს ოფიციალური ჩანაწერებში ყველაზე ფრთხილად ჩასმული ფაქტია. მაგრამ ამ ფაქტს სახელი ჰქვია და ეს სახელი ახლა გამოჩნდება. ახლა კი გაჩერდი ამ სურათზე, ქართული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქალი, სცენაზე მეორე, სახლში მარტო. ოჯახი, ვისთვისაც ის ამკიების, ამკი, ვერიკო, ვინ ვარ მეს ჩრდილს ეგუებოდა, ის ოჯახი წავიდა. ის კაცი, ვინც ერთადერთი საყრდენი უნდა ყოფილიყო, წავიდა. მაგრამ ვის წავიდა? ვისთან? და ამ ყველაფერში, ვის ხელი ჰქონდა? მედია ჯაფარიძე ახლა სახლსაც ნადიმებდა, სახლი, სადაც ის ადამიანი, ვინც ყველა ამ წლების განმავლობაში ასე ახლოს იყო, ახლა სხვა ადამიანის სახელს ამბობდა. ეს ყველაზე მძიმე ნაწილია ამ ამბისა, არა ის, რომ ოჯახი დაიშალა, არამედ ის, თუ როგორ. სწორედ ამ როგორში იმალება ის სიმართლე, რომელიც ამ ვიდეოში პირველად ამოდის. მაგრამ ჯერ კიდევ 10 წელი ლოდინი იყო, ჯერ კიდევ ერთი ბოლო ბრძოლა, ერთი ბოლო როლი, მეფე ლირის გაატარებოდა. და სწორედ ამ ბრძოლის ამბავი, ის ბრძოლა, ვინც მეფე ლირის მთავარ ქალურ ბრძოლაში კი ითქვა, ვინ ითქვა არა, ახლა 10 წელს ჩუმობს. ვინ ითქვა ეს არა? ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ არას მიღმა? არსებობს ერთი წერილი, რომელიც 10 წელზე მეტხანს ინახებოდა მარჯანიშვილის თეატრის არქივის ყველაზე ღრმა თაროზე, კონვერტში, რომლის გარეთ ხელნაწერი სიტყვები ეწერა, პირადი. არ გასახსნელი. ეს კონვერტი, წყაროების მიხედვით, ერთ-ერთმა სათეატრო მუშამ შემთხვევით აღმოაჩინა 40-იანი წლების ბოლოს, ძველი სეზონის სკრიპტების გადახარისხების დროს. მასში ნახა ის, რაც ახსნიდა ბევრ რამეს სალამურის გარშემო გამართული კულუარული მოლაპარაკებების ჩანაწერი, სადაც სახელები ნახსენები იყო ისე, როგორც ოფიციალურ ოქმებში არასდროს ჩაიწერება. ეს კონვერტი, თავად წყაროს სიტყვებით, ბევრი ადამიანისთვის ბევრ კითხვაზე პასუხს გასცემდა. მაგრამ ეს კონვერტი გაქრა. ზუსტად ისე, როგორც ქრება ყველაფერი, რაც ძალიან ბევრს ხსნის. კითხვა ერთია, ვინ ამოიღო ის, ვინ მიიტანა და სად წავიდა? სალამურის ამბავი ახლა ახლიდან ამოდის ზედაპირზე, ამ ყველაფრის კონტექსტში, იმ ოჯახის დაშლის, იმ ხასიათთა შეუთავსებლობის ოფიციალური ახსნის, იმ ჩუმიკულისური ჩურჩულის ფონზე. 40-იანი წლები ქართული თეატრისთვის ძალიან განსაკუთრებული ეპოქა იყო, ომის ჩრდილი, ომის შემდგომი ამოსუნთქვა და ამ ამოსუნთქვაში სათეატრო სამყარო ახლიდან ცდილობდა საკუთარი სულის მოძებნას. სალამური ამ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლი გახდა. ის ბოლომდე არ ყოფილა მხოლოდ ხელოვნება, ის სიმბოლო იყო, ჩვენ გადავრჩით, ჩვენ ვართ, ამ გრძნობის გამოხატვა. და ამ სიმბოლოში მთავარი ქალის როლი ნიშნავდა ყველაფერს. ვინ მიიღებდა ამ როლს, ის გახდებოდა ამ ეპოქის სახე. ვინ ითამაშებდა, ის ისტორიაში შევიდოდა. და ამ ყველაფრის კონტექსტში, ის კონვერტი, ის გაქრობილი ჩანაწერი, ის პირადი. არ გასახსნელი. ძალიან ბევრ კითხვას სვამს. ვინ წერდა იმ ჩანაწერებს? ვინ წყვეტდა ოფიციალური ოქმების გარეთ, ვინ მიიღებდა სალამურის მთავარ ქალის როლს? ვინ ჰქონდა ამდენი ძალა, რომ ეს გადაწყვეტილება, ეს ასეთი მნიშვნელოვანი, ასეთი კარიერაგამყოფი გადაწყვეტილება, ოფიციალური გზების მიღმა, კონვერტებში ჩუმ კულუარებში გადაეჭრა? და თუ ეს ჭეშმარიტება ოდესმე ამ კონვერტიდან გამოვიდა, ვინ დარწმუნდა, რომ ის ისევ გაქრა? 40-იანი წლების თბილისის სათეატრო სამყაროს კულისები, ეს სამყარო გარედან ლამაზი გამოიყურებოდა. ბრწყინვალე სახეები, განათებული სცენები, ხვეული ასოებით დაბეჭდილი პროგრამები. მაგრამ ამ სამყაროს სხვა სახე ჰქონდა, სახე, რომელიც მხოლოდ მათ იცოდათ, ვინც შიგნით იყო. სწორედ ეს შიგნიდან ნანახი სამყარო ასახელებს ერთ ადგილს, ერთ სივრცეს, სადაც ქართული თეატრის ბევრი ოფიციალური გადაწყვეტილება ოფიციალურ კაბინეტებამდე ბევრად ადრე წყდებოდა. ეს ადგილი ჩვეულებრივი ბინა იყო, ძველი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, 2 ოთახი, სადაც ქართული სათეატრო სამყაროს გარკვეული ნაწილი ნახევრად კერძო, ნახევრად სამსახურეობრივ შეხვედრებს მართავდა. ეს ადგილი ქართულ სათეატრო ვეტერანებს ახსოვდათ ზოგ ადამიანს, ვინც ამ ეპოქაში იყოს სახელით, მისამართით, იმ შეხვედრებით, სადაც სასმელი, სუფრა და ვინ მიიღებს ახალ სპექტაკლს ერთ ოთახში ჯდებოდა. ქართული სათეატრო სამყაროს ეს ნახევრად კერძო სივრცე ნიშნავდა, ვინც ამ ოთახში მიწვეული იყო, ის ოჯახის ნაწილი იყო. ვინც არ იყო მიწვეული, ის კი ნიჭიერია, მაგრამ მედია ჯაფარიძე ამ ოთახში, წყაროების მიხედვით, ყოველ ჯერზე მიწვეული არ იყო.
ვერიკო, ყოველ ჯერზე. ეს ერთი ფაქტი, ეს ერთი განსხვავება ამ ეპოქის სოციალური სინამდვილეში ნიშნავდა ყველაფერს. ოჯახი, ვინც ამ ნახევრად კერძო სივრცეს მართავდა, ვინც ამ სუფრებს ბოძებდა, ვინც ამ ვინ მიიღებს კითხვებს სვამდა, ეს ადამიანები არ ყოფილნენ მხოლოდ თეატრალები. ეს ადამიანები ზოგ შემთხვევაში ჰქონდათ სახელოვნებო სამყაროს გარეთ კავშირებიც კულტურის სამინისტროს სტრუქტურებში, ადმინისტრაციულ სივრცეებში. ამ ყველაფერს ახლა ვამბობ იმ კონტექსტში, 40-იანი წლების სალამურის გადაწყვეტილება, ის ვინ ითამაშებს მთავარ ქალურ როლს, ეს გადაწყვეტილება, ყველა ნიშნის მიხედვით, ამ ნახევრად კერძო სივრცეში გადაწყდა. არა სცენის გამოცდაზე. არა რეჟისორის სამსახურში. ამ ოთახში სუფრასთან, სადაც სასმელი მოდიოდა და ვინ ოჯახის ნაწილია, ის ყოველჯერზე ნათელი იყო. ეს ითქმის ახლა პირველად ისე ხმამაღლად, როგორც ოდესმე, ამ ეპოქის ადამიანებს, ვინც ახლა ლაპარაკობს, ამ ადგილის, ამ სუფრის, ამ გადაწყვეტილებების ამბავი ახსოვს. და ისინი ამბობენ, ოფიციალური ახსნა ყოველჯერზე სხვა იყო. ნამდვილი მიზეზი ყოველჯერზე ერთი. მაგრამ ეს ადგილი, ეს ბინა, ეს ნახევრად კერძო სივრცე, ეს ყველაფრის გასაღები კი არ არის. გასაღები სხვა რამეა, ის ადამიანი, ვინც ამ ბინის ოჯახს შორის ყოველჯერზე ვერიკოს ხელს ეჭიდებოდა, ვინც ამ სუფრაზე მედიაზე ლაპარაკობდა ნიჭიერი, მაგრამ ეს ადამიანი, ეს გამყოფი, ეს ამ ორ ქალს შორის მდგარი ჩრდილი, ვინ იყო? რა ჰქონდა ამდენი ძალა? და ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ ჩრდილმა იცოდა თუ არა, რასაც ჩადიოდა. ახლა ყველაფერი, რაც სალამურის 40-იანი წლების ოჯახის დაშლის, ამ ნახევრად კერძო სივრცის ამბია, ყველაფერი ამ 3 წლეულის ისტორია ერთ რამეზე მოდის. მედია ჯაფარიძის ცხოვრებაში, ამ 10 წლეულების განმავლობაში, ყოველ მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტში, ყოველ ეს შეიძლება ჩემი იყოს, ყოველ ამ მომენტში სხვა ძალა ჩნდებოდა. ეს ძალა ვერიკო არ იყო. ვერიკო ამ ამბის ბოროტი გმირი არ არის, ვერიკო უბრალოდ ხელოვანი იყო, ვინც ბრწყინავდა ისეთ სისტემაში, რომელიც ყველაფერს ბოძებდა, ყოველჯერზე მხოლოდ ვერიკოს. მაგრამ ეს სისტემა, ვინ მართავდა? არსებობს ერთი ადამიანი, ვინც ამ კითხვაზე, ამ ვინ მართავდაზე, პირველჯერზე ხმამაღლა ლაპარაკობს, ვეტერანი, ვინც ქართული სათეატრო სამყაროს 40-იანი 40 და 10-იანი წლები ახლოდან განიცადა, ვინც ამ სუფრებზე ნახა, ვინც ამ კორიდორებში ისმინა. ეს ადამიანი ამ ამბის ირგვლივ ახლა პირდაპირ ამბობს, მედია ჯაფარიძის ამბავის 3 სხვადასხვა ათწლეულში 3 სხვადასხვა ჯერ კი არ იყო. ეს ერთი გამართული, ერთი კოორდინირებული, ერთი სისტემატური პროცესი იყო, ოღონდ ასეთი სახე ჰქონდა, ყოველჯერზე სხვა, ყოველჯერზე ახალი მიზეზი. 40 და 10-იანი წლების მეფე ლირი ამ ყველაფრის კულმინაცია გახდა, ყველა ამ 10 წლეულის ბოლო, ყველა ამ მაგრამის ბოლო. ეს ის სპექტაკლი იყო, სადაც მედია ჯაფარიძე ბოლოს ილაპარაკა, ბოლოს გადაწყვიტა, რომ კი ის ნაცვლად არა ეთქვა. ბოლოს გადაწყვიტა, რომ ამ ვინ ოჯახის ნაწილია სისტემაში, ამ სუფრის ლოგიკაში, მისი ადგილი სხვა იყო. ბოლოს გადაწყვიტა, რომ მეფე ლირის მთავარი ქალური სიმაღლე, ეს მისი სიმაღლე იყო. მისი და არავის სხვის. მაგრამ სწორედ ამ არას შემდეგ, სწორედ ამ ბოლო ბრძოლის შემდეგ ის 10 წელი დამოდა. 10 წელი, რომელსაც ოფიციალური ბიოგრაფია შემოქმედებით პაუზად უწოდებს. შემოქმედებითი პაუზა. კიდევ ერთი ლამაზი ფრაზა, კიდევ ერთი ლამაზი კონვერტი, რომლის შიგნით ძალიან სხვა ამბავია. ეს პაუზა სინამდვილეში ის 10 წელი იყო, რომელიც ყველა ამ 10 წლეულის, ყველა ამ კის, ყველა ამ სუფრის ლოგიკიდან გამოსვლის ფასი გახდა. ამ 10 წელს ახლა ვხსნით. 40 და 10-იანი წლების ქართული კინო და თეატრი, ეს ერთი ადამიანის, ერთი ჩინოვნიკის, ერთი სწორი კავშირის ძალის ეპოქა იყო. ვისაც ეს კავშირი ჰქონდა, ის მუშაობდა. ვისაც არ ჰქონდა, ის პაუზაში იყო. ოფიციალური კინოწარმოების სია, ოფიციალური ჩანაწერები ამ პერიოდის მედია ჯაფარიძის სახელი 10 წლის განმავლობაში სიაში ძალიან ნაკლებჯერ ჩნდება. ეს ნაკლები, ეს ციფრი, ეს 10 წელი სიაში არ არსებობა, ბევრი ამბობს, რომ ეს სტატისტიკა არ იყო. ეს გადაწყვეტილება იყო, ასე ჰგონიათ მათ, ვინც ამ ეპოქას ახლოდან იცნობს. და სწორედ ეს მეფე ლირის ამბის შემდეგ ეს 10 წელი, ის მომენტია, სადაც ყველა ძაფი ერთ კვანტში იკვრება. ის ნახევრად კერძო სივრცე 40-იანი წლებიდან, ის სუფრის ლოგიკა, ის ვინ ოჯახის ნაწილია, ეს ყველაფერი 40 და 10-იანი წლებისთვის სისტემად ჩამოყალიბდა. სისტემად, ვინც არა ეტყოდა, ის 10 წელს ატყობდა. სისტემად, სადაც კი ნიშნავდა, ჰქონდეს სივრცე, ჰქონდეს სახელი, ჰქონდეს ადგილი. ხოლო არა ნიშნავდა, პაუზა. ეს გადაწყვეტილება, ეს პაუზა, ვინ დაამტკიცა? ვისი ხელი ჰქონდა ამ ჩანაწერზე, სადაც მედია ჯაფარიძის სახელი 10 წელი სიაში ვეღარ ჩნდებოდა?
ახლა, ამ ყველაფრის მიღმა, ამ პაუზის მიღმა, ამ 10 წლის ჩუმობის მიღმა, ერთი სიმართლე ჩნდება, რომელიც ყველაფერს ახალ სინათლეში ამხელს. ამ სიმართლეს ორი ნაწილი აქვს. პირველი ნაწილი, ეს პაუზა გეგმაც კი შეიძლება ვინმეს ჰქონოდა. ამ 10 წელს ოფიციალური ჩანაწერების, კინოსიების, სათეატრო პროგრამების შედარება ერთ სურათს ხატავს მედია ჯაფარიძის. სახელი ამ ეპოქაში სისტემატურად, თანმიმდევრულად ერთი ლოგიკით ქრება სიებიდან. ბევრი ამ კოინციდენციებს შემთხვევად ვერ მიიჩნევს, ძალიან ზუსტია, ძალიან კოორდინირებული. მეორე ნაწილი კი, ის 10 წელი ის პაუზა, სინამდვილეში გახდა ის ეტაპი, სადაც მედია ჯაფარიძემ ყველაზე მეტი საკუთარ თავზე იმუშავა. ვინც ახლა ლაპარაკობს, ეს ვეტერანი, ეს სათეატრო სამყაროს შიგნიდან ადამიანი, ამბობს, ეს 10 წელი მედიამ ისე გაატარა, რომ ვინც გარედან ხედავდა, ეგონა ის გაქრა. მაგრამ ვინც ახლოს იყო, ხედავდა, ის ამ 10 წელს ყველაზე ინტენსიურად მუშაობდა. ყველაზე მეც კითხულობდა. ყველაზე მეც ფიქრობდა. და ეს 10 წლის შიგნიდან მუშაობა, 1958 წლის ფილმი ქუჩა განათებული უნდა იყოს, ის გამოსვლა, სადაც მედია ჯაფარიძე 10 წლის შემდეგ ბრუნდება და ბრუნდება ისე, რომ ვინც ნახა, ვერ ივიწყებს. ბრუნდება ისე, რომ ამ ერთ ფილმში, ამ ერთ სვლაში 10 წელი იყო. 10 წელი სიჩუმის, 10 წელი ჩრდილის, 10 წელი მეორეობის პასუხი ერთ სახეში, ერთ სცენაში, ერთ სიტყვაში. მაგრამ ვინ ახსენდა ამ ფილმის ისტორიას? ოფიციალური ქართული კინოისტორია ამ ფილმს ახსენებს მოკლედ, ვერ 10 წელი კონტექსტით, ვერ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტით, უბრალოდ ჩამონათვალში. ეს მოკლე ახსენება კი, ეს ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს ოფიციალური ამბავი, ლამაზი, მოწყობილი, სრული და ყველაფერი, რაც ნამდვილად მოხდა, ამ ლამაზი ჩამონათვლის მიღმა დარჩა. ახლა კი ეს ამბავი, 10 წელზე მეტხანს, ამ ლამაზი ჩამონათვლის მიღმა გამოდის. ამ ვიდეოს ყველა ნაწილი ამ ერთ კითხვაზე მოდის, ვინ გადაწყვიტა, რომ მედია ჯაფარიძე ოფიციალური ამბიდან 10 წლით გაქრობოდა? ვინ ჰქონდა ამ ძალა? ვინ ჰქონდა ამ ბოლო სიტყვა, პაუზა რომ ეთქვა? და ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ ყველაფრის postsახლში, ამ ბინაში, ამ ნახევრად კერძო სივრცეში, ის კონვერტი, ის პირადი. არ გასახსნელი. ვინ ინახავს ახლა? 10 წლის განმავლობაში არსებობდა 5 ადამიანი, ვინც ზუსტად იცოდა სიმართლე. მხოლოდ 5 რეჟისორი, 2 სათეატრო ადმინისტრატორი, 1 კულტურის სამინისტროს ჩინოვნიკი და ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფრის ჯაჭვის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი იყო. ეს 5 ადამიანი ფლობდა ერთ საერთო საიდუმლოს, რომ მედია ჯაფარიძის შემოქმედებითი პაუზა 40-10-იანი წლებში სრულიად შემთხვევითი არ იყო, რომ ეს 10 წელი ბუნებრივი სიჩუმე კი არ იყო, ვეტერანთა ჩვენებებით, ეს შეიძლება ყოფილიყო სისტემური, კოორდინირებული, ერთი ლოგიკით გამართული გადაწყვეტილება. ეს 5 ადამიანი ამ საიდუმლოს კარგად ინახავდა, ვიღაცა შიშით, ვიღაცა სარფიანობით, ვიღაცა კი იმ მარტივი მიზეზით, რომ ასეთ სამყაროში ჩუმობა გადარჩენის ერთადერთი ფორმა იყო. მაგრამ 5 ადამიანს შეუძლია ინახოს საიდუმლო, თუ ყველა ერთნაირად შიშობს. საკმარისია ერთი ადამიანი, ვინც გადაწყვეტს, რომ ეს სიმართლე ისტორიას ეკუთვნის. კვლავ ისმის კითხვა, ახლა ამ ხანს ის ერთი ვინ გახდა? ქართული კინო ოფიციალური ჩანაწერები 40-10-იანი წლების, ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველასთვის ნათელი, ყველასთვის ობიექტური დოკუმენტებია. ამ ჩანაწერებში მედია ჯაფარიძის სახელი 10 წელზე ერთ-ორ ჩანაწერზე მეც ვერ ხვდება. ეს ციფრი, ეს 1-2, ყველა მათ, ვინც იმ ეპოქის ქართულ კინოს იცნობს, ერთსა და იმავე კითხვას სვამს, შესაძლებელია, ამ ნიჭის ადამიანი, ამ გამოცდილების მსახიობი, 10 წელზე მეტხანს ოფიციალური კინოწარმოებისგან ასე უბრალოდ გამოეთიშა. ასე ყოველგვარი ახსნის გარეშე, ყოველგვარი სკანდალის გარეშე, ყოველგვარი კონფლიქტის ოფიციალური ჩანაწერის გარეშე. ის 5 ადამიანი, ვინც საიდუმლოს ინახავდა, ეს 5 ადამიანი იმ ეპოქაში ფლობდა ერთ ყველაზე ძვირფას რამეს, ინფორმაციას. ინფორმაციას, თუ ვინ ჩაწერა ეს პაუზა ოფიციალურ გეგმაში. ინფორმაციას, თუ ვინ დაურეკა ვის, ვინ ლაპარაკობდა ვისთან, ვინ სვამდა ბოლო სიტყვას. ეს ინფორმაცია ნახევრად კერძო სივრცეში, ამ თბილისის ძველ ბინაში, სუფრასთან, ჩაის ჩიქასთან, ღამის ბოლოს, ამ 5 ადამიანს შორის ოდესმე ნახსენები გახდა. და ახლა, 10 წლეულების შემდეგ ერთი მათგანი ამბობს, ეს 5 ადამიანი ვიცოდი. ერთ-ერთი მე ვიყავი. ვინ იყო ეს 5? ვინ ჩაწერა ეს გეგმა? და ყველაზე მნიშვნელოვანი, ახლა, ამ ეპოქიდან 10 წლეულების შემდეგ ვინ გადაწყვიტა, რომ ეს ამბავი პირველად ხმამაღლა ითქვა?
არსებობს ერთი ეპიზოდი, რომელიც ქართული სათეატრო სამყაროს ყველაზე მჩქეფარე ამბავია, ეპიზოდი, რომელიც 50-იანი წლების ბოლოს მეფელირის გაყოფის პროცესში ერთ ოთახში ერთ საღამოს მოხდა. ეს ეპიზოდი ქართული კინოს ოფიციალური ისტორიიდან ყველაზე ფრთხილად ამოგლეჯილი ფურცელია, ვერ ნახავ არქივში, ვერ ნახავ ოფიციალურ ბიოგრაფიებში, ვერ ნახავ ოქმებში. მაგრამ ამ ეპიზოდს ახსოვს ყველა, ვინც მაშინ იმ სამყაროში იყო, ახსოვს ისე, როგორც ახსოვს ყველაფერი, რაც ძალიან მტკივნეულია. ახსოვს, მაგრამ ხმა მაღლა არ ითქმება. ახსოვს, მაგრამ ოფიციალურ ამბებში ადგილი არ აქვს. ეს ეპიზოდი ასეთია: 50-იანი წლების ბოლოს, სწორედ მეფელირის გარშემო დაძაბვის პერიოდში, მედია ჯაფარიძემ პირდაპირ, ხმა მაღლა, ოფიციალური პარლამენტის ფარგლებს მიღმა, ერთ-ერთ სათეატრო შეხვედრაზე თქვა ის, რაც ვერვინ ამბობდა. ვეტერანების ჩვენებით, ის შეხვედრა, ის სიტყვები, ის მომენტი, ოთახი ჩაჩუნდა. ეს ჩაჩუმება, ის სიჩუმე, ის შოკი, ის გაკინული ჰაერი, ყველა მიგრძნო. ვისაც ამ შეხვედრაზე ეკითხება ახლა, ყველა ამბობს ერთსა და იმავეს, ოთახი ჩაჩუმდა და მედია გააგრძელა. ის ადამიანი, ვინც ამ ეპიზოდს ახლა ყვება, ის ამბობს, მედიამ იმ შეხვედრაზე თქვა ის, რაც ყველა მიცოდა, მაგრამ ვერავინ ამბობდა. ის თქვა, რომ 10 წელი, ეს შემოქმედებითი პაუზა სინამდვილეში ის 10 წელი არ ყოფილა, რომელიც ოფიციალურ ბიოგრაფიაში ეწერა. ის თქვა, მე ვიყავი. მე ვმუშაობდი. პასუხი სხვა ადგილიდან მოდიოდა, ეს ფრაზა. ეს ერთი ფრაზა, ამ ოთახში, ამ ხმამაღლა ნათქვამ სიჩუმეში, ეს ყველაფრის გასაღები გახდა. ვინ იყო ის სხვა ადგილი? ვინ ბოძებდა პასუხს? ვისი ხელი ჰქონდა იმდენი ძალა, რომ ეს პასუხი 10 წელი ერთი და იმავე მიმართულებით სიარულობდა, ყოველჯერზე პაუზა, ყოველჯერზე ჯერ კიდევ არა. და ახლა ის ადამიანი, ვინც ამ ოთახში იყო, ვინც ამ სიტყვები გაიგო, ეს ადამიანი ახლა ამ ამბის ბოლო ფენას ხსნის. ამ ფენის ქვეშ ერთი სახელია სახელი, რომელიც 50-იანი წლების ქართული კულტურული ადმინისტრაციის ისტორიაში ყველაზე ნაკლებად ახსენებული, ყველაზე ფრთხილად ნახსენებ-გამოტოვებული სახელია. ამ სახელს ეს ოთახი ახსოვს. ეს სახელი, მომდევნო თავის გარეშე, ჯერ კიდევ ბნელში რჩება. ახლა ვიდგეთ იმ წელს, რომელსაც ქართული კინოისტორია 10 წლის შემდეგ უწოდებდა, 1958 წელი, ფილმი „წარსული ზაფხული“ და მედია ჯაფარიძის სახე, 10 წლის შემდეგ ეკრანზე. ეს ფილმი, ეს მომენტი, ქართული კინოს ისტორიაში ყველაზე ნაკლებად ახსნილი ეპიზოდია. ოფიციალური ჩანაწერები ამბობს, ბრუნდება. მაგრამ ვინც ნახა, ვინც გრძნობდა, ვინც ამ სახეს ეკრანზე 10 წლის შემდეგ შეხვდა, ამბობს სხვაფრივ. ამბობს, ეს ბრუნდება სიტყვა ვერ ახსნის ამ ფილმს. ეს ფილმი 10 წლის სიჩუმის, 10 წლის სისტემური არას, 10 წლის პაუზის ცოცხალი, მოძრავი, ეკრანზე ასახული პასუხი იყო. ვინც ნახა ადამიანი, ვინც ყოველჯერზე კი ითქვამდა, ყოველჯერზე ვერ იყო, შენი ითქვამდა, ყოველჯერზე ოჯახი, სახლი, ყველაფერი ითქვამდა, ახლა ამ ყველაფრის ფასი ეკრანზე აღებული. არ გამოიყენა ეს 10 წელი სიბრალულის ჩვენებად. გამოიყენა სიღრმის ჩვენებად. მაგრამ ეს ფილმი, ეს ბრუნდება, ოფიციალური ისტორიის მხრიდან სხვა სახელით ახსენდება, კარგი ფილმი ერთ-ერთი. კარგი ფილმი ერთ-ერთი, ისევ ის ლამაზი ჩამონათვალი. ისევ ის კონვერტი, პირადი. არ გასახსნელი. ისევ ის სისტემა, ვინც ოდესმე პაუზა ჩაწერა, ახლა ამ დაბრუნებასაც ერთ-ერთ კარგ ფილმად ჩაწერს. ყოველჯერზე ერთი ლოგიკა, ერთი ხელი, ერთი სიტყვა. ვინ იყო ეს ხელი? ეს კითხვა, ეს ვინ, ახლა ამ სცენარის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე ვდგავართ. ახლა ის ფარდა, ის ბოლო ფენა, ის სახელი, ის სხვა ადგილი, ახლა ამოდის. ვისი ხელი ჰქონდა ამ ყველაფერზე, მარიონეტიდან სალამურამდე, სალამურიდან მეფელირამდე, მეფელირიდან 10 წლის პაუზამდე, პაუზიდან ერთ-ერთ კარგ ფილმამდე. ყველა ნაბიჯი, ყველა გადაწყვეტილება, ერთი ლოგიკით, ერთი მიმართულებით, ერთი ხელით. ეს ხელი ახლა სახელს იღებს. ახლა, 10 წლეულების შემდეგ ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა გაეხსნა. ის ადამიანი ქართული სათეატრო სამყაროს ერთ-ერთი ვეტერანი გრიმიორია, ქალი, ვინც 30-იანი წლების ბოლოდან 50-იანი წლების ბოლომდე მარჯანიშვილის თეატრის კულისებში მუშაობდა, ის ქალი, ვინც ნახა ყველაფერი, ვინც ყველასთვის უხილავი იყო, ვინც ყველაფერს ასწორებდა, ყველაფერს ამ ოთახებსა და კორიდორებში გრძნობდა. ეს ქალი ახლა ძალიან ასაკოვანი ფოტოებში ჩამყინებული სახეებით 10 წლეულების სიჩუმის შემდეგ ამბობს, მე ვნახე ის, რაც ბოლომდე ვერ გავიგე. ახლა კი, ახლა ხვდები, რაც ვნახე. ამ ქალმა, ამ გრიმიორმა, ამ უხილავი ადამიანმა, პირველად ამ ყველაფრის შემდეგ, ამ ამბის ყველაზე პირადი ნაწილი მოგვიყვა.
ის ამბობს, ერთ ღამეს მეფე ლირიქს რეპეტიციების პერიოდში მედია გრიმის ოთახში შემოვიდა გვიანობით. ყველა უკვე წასული იყო. მე ვინახავდი ფუნჯებს. ის ჩავიდა სკამზე და გრძლად ჩაიხედა სარკეში, ისე როგორც ადამიანი ჩაიხედება, რომ პირველად ნახოს საკუთარი სახე. მერე ძალიან მშვიდად, ძალიან ჩუმად, ისე რომ თითქოს საკუთარ თავს ეუბნება, თქვა, თუ ამ ადგილს ვხმარობ, ამ ადგილი ჩემი არ არის, ეს სიტყვები, თუ ამ ადგილს ვხმარობ, ამ ადგილი ჩემი არ არის, ეს ყველაფრის გასაღებია. ეს სიტყვები ნიშნავდა, ის ესმოდა. ბოლოს, ის ესმოდა, რომ ეს ბრძოლა, ეს მეფე ლირიქს ბოლო ბრძოლა, ის ოთახი, ის სცენა, ის ადგილი სხვა ლოგიკით იყო. დარიგებული ლოგიკით, სადაც მისი ხელოვნება, მისი ნიჭი, მისი ცოცხალი სახე სცენაზე, ეს ყველაფერი ერთმს ვერ ამ ადგილს ვერ გახდიდა მის. ის ამ სიტყვებში სვამდა კითხვას, სად არის ჩემი ადგილი? ამ კითხვაზე, ამ ღამეს, ამ გრიმის ოთახში, პასუხი არ იყო. მაგრამ ეს კითხვა, სად არის ჩემი ადგილი, სწორედ ეს კითხვა გახდა ის, რაც შემდეგ 10 წელზე გაჭიმა ყველაფერი. გრიმი ორი ქალი ამ ამბავს ახლა ასე ამთავრებს, ის სარკეში ისე ჩაიხედა, თითქოს ეძებდა ვინმეს, ვისაც ეკითხება, ეს მე ვარ, ვერ ვუთხარი პასუხი. ახლა კი, ახლა ვიცი, რომ პასუხი ის იყო, შენ ბევრი მეტი ხარ, ვიდრე ამ სარკეში ჩანს, მაგრამ ვინ ამ ქალს, ამ გრიმიორს ასე დიდი ხნის განმავლობაში ამ ამბის გამოტანაში ხელს უშლიდა? ვინ ჰქონდა ამდენი სიმძიმე ამ სიჩუმეზე, ამ ოთახების, ამ ღამეების, ამ უხილავი ადამიანის ნანახი სიმართლის სიჩუმეზე? 40-იანი წლების ქართულ კულტურულ სამყაროში ვეტერანთა ჩვენებებით არსებობდა ერთი პრაქტიკა, რომელსაც ვერ ნახავ ოფიციალურ ჩანაწერებში, ვერ ნახავ დოკუმენტაციაში, ვერ ნახავ კინოადმინისტრაციის სიებში, მაგრამ ამ სამყაროში ის ყველაზე ძლიერი, ყველაზე ეფექტური, ყველაზე ელეგანტური მართვის ინსტრუმენტი იყო. ამ პრაქტიკას ვეტერანები ნებართვის ქაღალდს უწოდებდნენ. არ იყო ეს ოფიციალური კატეგორია, არ იყო ეს სახელმწიფო ტერმინი. ეს იყო კულისური, ქართული, ძველი თბილისური ტერმინი, რომელიც ნიშნავდა ყოველ მსახიობს, ყოველ ნიჭს, ყოველ ამ სეზონზე ვინ მუშაობს კითხვაზე პასუხი, ოფიციალური გზის გარდა, ერთ-ორი ადამიანის ხელში გადადიოდა და ეს ხელი, ის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ძლიერი ნებართვის ქაღალდი, ის ბოძებდა ან ართმევდა. ამ სისტემაში ნებართვის ქაღალდის ქონა ნიშნავდა, შენ სიაში ხარ. შენ მუშაობ. შენ გარდაიქმნები ოჯახის ნაწილად. ხოლო ამ ნებართვის ქაღალდის არ ქონა ნიშნავდა, შემოქმედებითი პაუზა. ჯერ კიდევ არ არის მზად. ხასიათთა შეუთავსებლობა. ეს ლამაზი ოფიციალური ფრაზები, ოფიციალური გეგმის, ოფიციალური სიის, ოფიციალური შესაბამისი ადამიანი ვარ, ის ნებართვის ქაღალდის არარსებობის ლამაზი ვარიანტი იყო. და ახლა ის ადამიანი, ვინც ლაპარაკობს, ეს ვეტერანი, ვინც ამ ამბავს ჩვენამდე ამოიტანა, პირდაპირ ამბობს, მედია ჯაფარიძეს 30-იანი წლების შემდეგ, მარიონეტის შემდეგ, ამ ნებართვის ქაღალდს ყოველჯერზე სხვა ბოძებდა. ვერიკოს ყოველჯერზე. მედიას ყოველჯერზე ნახევარი, ასე ნახევრად ქაღალდი, ასე ალბათ შენ, ასე მოდი, ნახოთ, ეს ნახევარი ქაღალდი, ეს ყველაზე სასტიკი ვარიანტია. ნებართვის ქაღალდის სრული არარსებობა, ის მაინც ნათელია. მაგრამ ნახევარი ქაღალდი ნიშნავდა, ყოველჯერზე გჯეროდა, ყოველჯერზე ეგონა, ახლა. და ყოველჯერზე, ახლა კი არ, ვერიკო, ვინ ფლობდა ამ ნებართვის ქაღალდს? ვინ ჰქონდა ამ ძალა, ამ ყველაზე ელეგანტური ინსტრუმენტი? ვეტერანთა ჩვენებებით ეს ერთი ადამიანი იყო, ქართული კულტურული ადმინისტრაციის ოფიციალურ სტრუქტურაში ოდესმე მყოფი, მაგრამ ამ ადმინისტრაციის ოფიციალური სახის გარეთ ყოველთვის მომქმედი. ეს ადამიანი 40-იანი წლებში ყველაზე ჩვეულებრივ ადგილებში, სუფრებზე, ნახევრად კერძო ოთახებში, კულისების კორიდორებში ფლობდა ამ სიტყვას, ამ ქაღალდს, ამ უხილავ, მაგრამ ყოვლის მომცველ ძალას. ეს ადამიანი, ახლა ეს სახელი, ის ადამიანი, ვინც ყოველჯერზე ვერიკოს სრული ქაღალდი გადაეცა, ხოლო მედიას ნახევარი, ეს ადამიანი ახლა ამ ამბის ყველაზე მტკივნეული ნაწილის ცენტრშია. და ახლა, ამ ნებართვის ქაღალდის სისტემის, ამ ყოველჯერზე ნახევარის ამბის ცოდნით, ახლა ის 10 წელი ბევრად უფრო ნათელია. ბევრად უფრო ნათელი და ბევრად უფრო მტკივნეული. რადგან ეს 10 წელი, ეს შემოქმედებითი პაუზა, ახლა ერთი ადამიანის, ერთი ხელის, ერთი ნებართვის ქაღალდის გადაწყვეტილება ჩანს. ამ გადაწყვეტილებას ახლა სახელი შეიძლება ეძლეოდეს. შენ კი ამ ყველაფრის გაგებით, ახლა ეს გეკითხება, შესაძლებელია ამ ნებართვის ქაღალდის სისტემა, ამ ყოველჯერზე ნახევარი, ვინმეს გაციდნოდა სიყვარულით, ან და ეს სისტემატური, 10 წლეულის მოწყობა, ეს ვინმეს გეგმა იყო.
ახლა ამ ყველა ნაწილის, ამ ყველა ნახევარი ქაღალდის, ამ ყველა ჯერ კიდევ ვერ, ყველაფრის შემდეგ, ერთი ფაქტი ჩნდება, ერთი ფაქტი, ვინც ამ ყველაფრის ქვემოთ, ამ სისტემის ქვეშ, ამ 10 წლის პაუზის ქვეშ, ყველაფრის გასაღება ედო. ეს ფაქტი, ახლა ის გრიმიორი ქალის ის ვეტერანის სიტყვებთან ერთად, ახლა ამ ყველაფრის ბოლო ფენაა. ქართულ სათეატრო სამყაროში 30-იანი 40-იანი წლებში წყაროების მიხედვით არსებობდა ერთი კაცი, კულტურული ადმინისტრაციის ნაწილი, ვინც ვერიკოსა და მედეას ამბის გარშემო ყოველ გარდამტეხ მომენტში ოდესმე გამოჩნდებოდა. ეს კაცი ოფიციალური სახელით ვეტერანებმა მისი ინიციალები და ადმინისტრაციული პოზიცია ახსენეს, მაგრამ სახელის სრულად ხმამაღლად ქვაზე ჯერ კიდევ ფრთხილობდნენ. ეს კაცი, მათი სიტყვებით, ვინც ვერიკოს გვარს ყოველ სიაში პირველ ადგილს ბოძებდა, ეს კაცი ახლა ამ ამბის ყველაზე ნაკლებად ცნობილი, ყველაზე ნაკლებად ჩვეულებრივ ბიოგრაფიებში მოხვედრილი სახელია. და ახლა, ამ სახელის ირგვლივ, ის ბოლო ნაწილი იხსნება, ეს კაცი, ამ ნებართვის ქაღალდის ფლობელი, ამ ყოველჯერზე ვერიკო, ამ ყოველჯერზე მედეა, ნახევარი, ის ყოველჯერზე ასე გადაწყვეტდა არა პირადი სიძულვილით, არა პირადი კონფლიქტით. ვეტერანები ამ ადამიანს ახასიათებენ ასე, ის ვერ ხედავდა. ის ნამდვილად ვერ ხედავდა, რომ ის ყოველჯერზე ნახევარი ადამიანს ანგრევდა. ის ფიქრობდა, რომ ნახევარი ქაღალდი სამართლიანობა იყო. ის ფიქრობდა, რომ ვერიკო, სრული, მედეა, ნახევარი, ეს ბუნებრივი გადანაწილება იყო. ეს უუგულებელყოფა, შეიძლება ყოფილიყო ყველაფრის ყველაზე სასტიკი ნაწილი. რადგან გამიზნული სისასტიკე, ეს ერთი ტკივილია. მაგრამ უუგულებელყოფა, ადამიანს ვინც ვერ ხედავს, ეს ბევრად მეტია. ამ ადამიანს, ამ ნებართვის ქაღალდის ფლობელს, ეს ამბის ბოლო გამოჩენა ეხება 10 წლის პაუზის ბოლოს, 1958 წლამდე ცოტა ხნით ადრე. ვეტერანთა ჩვენებებით, სწორედ ამ ეტაპზე, ამ კაცის ადმინისტრაციული პოზიციის შეცვლის, ამ სხვა ადგილიდან მომდინარე პასუხის სიხშირის შემცირების ეტაპზე, მედეა ჯაფარიძის სახელი ისევ გამოჩნდა სიებში. ისევ და ეს ისევ, წარსული ზაფხული ფილმი. ეს ფილმი, ეს დაბრუნება, ეს 10 წლის შემდეგ, ეს კაცის ადმინისტრაციული ძალის შესუსტების პირდაპირი შედეგი იყო, ვეტერანთა ნაწილის შეფასებით. ანუ, ამ ყველაფრის ყველაზე მარტივი ახსნა, ის ნებართვის ქაღალდი, ის სხვა ადგილიდან მომდინარე პასუხი, ის ბოლოს სუსტდება. და სწორედ ამ სუსტდებისთანავე, მედეა ჯაფარიძე ბრუნდება. ახლა ამ ყველაფრის კონტექსტში, ეს ერთი კითხვა. ამ კაცმა, ამ ნებართვის ქაღალდის ფლობელმა, ოდესმე გაიგო, რომ 10 წელი მისი გადაწყვეტილება ნიშნავდა 10 წელს ერთი ადამიანის ცხოვრების ჩუმ, შეუმჩნევლ, პაუზად ჩაწერილ ყოფნას. და თუ გაიგო, ეს ცოდნა, ის რის სახით დარჩა. ახლა, წარსული ზაფხულის ის შემდეგ, ამ ფილმის ეკრანზე გამოჩნდომის, ამ ბრუნდების, ამ 10 წელი და ამ ყველაფრის მიუხედავად შემდეგ, ამ ამბის ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურა ჩნდება. ეს სტრუქტურა ასეთია, ის 10 წელი, ის პაუზა, ის სისტემა, ეს ყველაფერი ახლა ნათელია. ახლა ნათელია, ვინ ბოძებდა ნებართვის ქაღალდს, ვინ ჰქონდა ის ძალა, ვინ ფიქრობდა, რომ ეს ბუნებრივი იყო. ახლა ნათელია, ვინ ყოველჯერზე ვერიკო, ვინ ყოველჯერზე მედეა, ნახევარი. მაგრამ ახლა, ამ ყველაფრის ნათელ ცოდნაში, ეს ნახევარი ვინ ეკუთვნოდა? ვინ ბოძებდა ნახევარ ქაღალდს ნაცვლად სრული ცხოვრებისა? 4 წლეულზე, ამ ადამიანმა, ვინც ახლა ლაპარაკობს, ვინც ამ ამბავს ჩვენამდე ამოიტანა, ეს ყველაფერი ინახა. ინახა, რადგან ეშინოდა. ინახა, რადგან ეგონა ეს ამბავი ისტორიის სიმძიმეს ვერ გაუძლებდა. ახლა კი, ახლა ამბობს, ეს ამბავი ისტორიაა. ეს ამბავი სიმართლეა. ეს ამბავი, ამ ქალის ამბავი, ქართულ ხალხს უნდა სცოდნოდა. მაგრამ ეს სიმართლე, ამ ყველა 10 წლეულის, ამ ყველა ნახევარი ქაღალდის, ამ ყველა კი, ვერიკო, შენი სიმართლე, ახლა, ამ ამბის ყველა ნაწილის გაშლის შემდეგ, ეს სიმართლე ერთ კითხვაზე მოდის, ვინ ადარდებდა? ვინ ადარდებდა ეს 10 წელი, ეს ოჯახის წასვლა, ეს ყოველჯერზე ნახევარი, ვინ ადარდებდა? სისტემა. სისტემა ვერ ადარდებს. ნებართვის ქაღალდის ფლობელი? ის ვერ ხედავდა. ვერიკო, ვეტერანების ჩვენებებით, ამ სიტუაციის ყველა ნაწილს არ ფლობდა. ვინ ადარდებდა? ეს კითხვა, ვინ ადარდებდა, ახლა ამ ამბის ყველაზე მძიმე კითხვაა. რადგან ამ კითხვაზე პასუხი ის არ არის, ვინც ადარდებდა. პასუხი ის არის, ვინც ყველა ამ 10 წლეულის განმავლობაში ადარდებდა ამ ყველაფრის მიუხედავად, მედეა ჯაფარიძე. ის ადარდებდა ყოველჯერზე.
ადარდებდა მარიონეტში, ადარდებდა სალამურიში, ადარდებდა მეფე ლირის ოთახში, ადარდებდა 10 წლის სიჩუმეში, ადარდებდა გრიმის სარკეში, ადარდებდა, რადგან ეს ყველაფერი, ეს ყოველჯერზე ნახევარი, მისი ცხოვრება იყო. ეს სიმართლე, ახლა, ამ ყველაფრის ბოლოს, ამ ამბის ყველა ფენის გახსნის შემდეგ, ეს ის სიმართლეა, ვინც ქართველ ხალხს ამ ქალზე, მედია ჯაფარიძეზე, ყველაფრის ბოლოს უნდა სცოდნოდა. არა ის, ვინ ბოძებდა ნახევარს. არამედ ვინ ატარებდა ნახევარს მთელი სიცოცხლე და ატარებდა ისე, რომ წარსული ზაფხული გახდა. შენ, ვინც ამ ამბავს ახლა გაიგე, ეკითხები, ეს ნახევარი, ეს ყოველჯერზე ნახევარი, ის ადამიანის ყველაზე ძნელი ნაწილი რა იყო? ოჯახის წასვლა. 10 წელი. სცენის დაკარგვა. თუ ყველაფრის ყველაზე სასტიკი ის, რომ ამ ნახევარს ვინმე ვერ ხედავდა? ახლა ის სახელი, ის ადამიანი, ვინც 30-იანი წლებიდან 50-იანი წლების ბოლომდე ამ ყველაფრის ქვეშ მოქმედებდა, ვინც ოდესმე ნებართვის ქაღალდს ბოძებდა და ართმევდა, ვინც ყოველჯერზე ვერიკოს სრული ქაღალდი გადაეცა, ხოლო მედიას. ნახევარი, ეს ადამიანი ახლა ამ ამბის ბოლო ნაწილში ჩნდება. ვეტერანები ამ ადამიანს ახასიათებენ, ის ქართული კულტურული ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო ამ პერიოდში. ოფიციალური სახელის ქვეშ, ყოველჯერზე სხვა. ინფორმალური ძალის ქვეშ, ყოველჯერზე ერთი. ის ვერ ხედავდა, რომ ადამიანს ანგრევდა. ის ფიქრობდა სისტემას ემსახურება. სისტემა კი, სისტემა არ ტირის. ადამიანები ტირიან. ეს სისტემა არ ტირის, ადამიანები ტირიან, ეს ფრაზა, ამ ვეტერანის სიტყვები, ყველაფრის ბოლო სიმართლეა. ამ ამბის ყველა ნაწილი, მარიონეტი, სალამური, მეფე ლირი, შემოქმედებითი პაუზა, წარსული ზაფხული, ყველა ეს ნაწილი ამ ერთ სიმართლეზე მოდის, სისტემა არ ტირის. ადამიანები ტირიან. მაგრამ ამ ადამიანის, ამ ნებართვის ქაღალდის ფლობელის ბედი, ის ადმინისტრაციული ძალა, ვინც ოდესმე ფლობდა, ვეტერანთა ჩვენებებით, ეს ძალა ეტაპობრივად, ნელ-ნელა, ამ ეპოქის ცვლილებებთან ერთად, შესუსტდა. ქართული კულტურული ადმინისტრაციის სტრუქტურის ცვლილება, ახალი ეპოქის, ახალი გადაწყვეტილების მიმღებთა გამოჩენა, ეს ყველაფერი ნიშნავდა, რომ ის ნახევარი ქაღალდის სისტემა თანდათანობით სხვა ლოგიკამ შეცვალა. ეს ადამიანი თავის ნებართვის ქაღალდის ძალის გარეშე, ვეტერანებმა, უბრალოდ ჩვეულებრივ ადამიანად იქცა. ეს ყველაზე ადამიანური დასასრულია, ვინც ოდესმე ყოვლისმომცველ ძალას ფლობდა, ბოლოს იგივე ჩვეულებრივ ადამიანი გახდა, ვისი ცხოვრებაც არ ბოძებდა ქაღალდებს, ვისაც ქაღალდი არ გადაეცა. სამართლიანობა, ვეტერანები ამ ადამიანზე ერთ ფრაზით, ის ბოლოს მარტო დარჩა. ის ქაღალდი, ის ძალა, ის სუფრა, ყველა გაქრა. მედია კი, მედია ეკრანზე დარჩა. ეს ეკრანზე დარჩა, წარსული ზაფხული, ის 10 წლის შემდეგ დაბრუნება, ეს ის სიმართლეა, ვინც ამ ყველა 10 წლეულის, ყველა ნახევარი ქაღალდის, ყველა კი, ვერიკო, შენის, ბოლო სიტყვა გახდა. ახლა, ამ ყველაფრის ბოლოს, ეს ამბავი სამ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი, ის ყველაფერი, რაც ოფიციალური ბიოგრაფიების ლამაზ სიტყვებში ჩიხდა, ახლა ამოვიდა. მარიონეტი, ჯერ მზად არ არის. სალამური, ხასიათთა შეუთავსებლობა. მეფე ლირი, შემოქმედებითი პაუზა. ეს სამი ლამაზი ფრაზა, ეს სამი ოფიციალური კონვერტი, ახლა გახსნილია. მეორე ნაწილი, ის ადამიანები, ის ვეტერანი, ის გრიმიორი ქალი, ის ვეტერანი, ვინც ამ ამბავს ჩვენამდე ამოიტანა, ვინც 10 წლეულების სიჩუმის შემდეგ ახლა ლაპარაკობს. ეს ლაპარაკი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. რადგან ეს ადამიანები ახლა ამბობენ, ამ ქალს ქართველი ხალხი სწორად არ ახსოვს. ჩვენ ახლა ამ სიმართლეს ამბობთ, რადგან ის ასე უნდა ახსოვდეს. მესამე ნაწილი, მედია ჯაფარიძე, ამ ყველა 10 წლეულის, ამ ყველა ნახევარი ქაღალდის, ამ ყველა კი, ვერიკო, შენის, ამ ოჯახის წასვლის, ამ 10 წლის პაუზის ბოლოს, წარსული ზაფხული. ეს ფილმი, ეს 10 წლის სიჩუმის, 10 წლის სისტემური არას ბოლო სიტყვა, ახლა ამ ამბის ყველა ნაწილის პასუხია. ყოველჯერზე ნახევარი ქაღალდი, ბოლოს ეკრანზე სახე. ყოველჯერზე არა, ბოლოს წარსული ზაფხული. ყოველჯერზე ვერიკოს ჩრდილი, ბოლოს საკუთარი სინათლე. ეს საკუთარი სინათლე, ეს ამ ამბის სიმართლეა. ვინც ყოველჯერზე ნახევარი მიიღო, ბოლოს ეს ნახევარი მთელ ეკრანად გახდა. ეს ერთი ადამიანის, ამ ერთი ქალის ამბავი, ახლა, ამ ყველა ნაწილის გაშლის შემდეგ ნათელია. მაგრამ ეს ამბავი, ამ ნათელ ბოლოში, ერთ კითხვას ტოვებს. ეს კითხვა ეხება ჩვენ, ქართულ ხალხს, ვინც ამ ქალის სახელი ახსოვს, ვინც ამ ქალის ეკრანზე სახე ახსოვს, ვინც წარსული ზაფხული ნახა.
ეს კითხვა, მედია ჯაფარიძე, ის სისტემის მსხვერპლი იყო, ის პირობების ნახევარი ქაღალდის პირობების, ის შეამჩნია ამ ყველაფერი, შეიცნო ეს სისტემა, წავიდა ამ სისტემიდან. ან ბოლო ვარიანტი, ის წარსული ზაფხულით, ამ ყველაფრის მიუხედავად, მიატოვა, დატოვა, გადააბიჯა. ვინ მსხვერპლი იყო, ვინ გამარჯვებული? მეგობრებო, ახლა ამ ყველა 10 წლეულის, ამ ყველა ნახევარი ქაღალდის, ამ ყველა ჩუმიკულისური ამბის გაშლის შემდეგ ეს კითხვა თქვენთვის, მედია ჯაფარიძე, ის თქვენი კუთხიდან, თქვენი მეხსიერებიდან, თქვენი ქართული თეატრის სიყვარულიდან, ის ვინ იყო? სისტემის მსხვერპლი, ვინც ყოველჯერზე ნახევარი ქაღალდი მიიღო და ვერ შეძლო გარღვევა. თუ ის ქალი, ვინც ამ ყველა ნახევარის მიუხედავად ბოლოს საკუთარ სინათლეში გამოვიდა. კომენტარებში დაწერეთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ ეს სახელი, გახსოვდეთ ეს ამბავი თქვენს ქალაქში, თქვენს ოჯახში, თქვენს თეატრის სიყვარულში. ლაიქი დადეთ სიმართლისთვის და გამოიწერეთ, რომ ამ სახელების, ამ ამბების, ამ ქართული ისტორიის სიმართლე ყოველჯერზე ახლა დამოვიდეს.